გადავინაცვლოთ სამეგრელოში, სადაც ჩვენი კორესპონდენტი გუგა ლაგვილავა მთელი დღის მანძილზე ცდილობდა სხვადასხვა უბნებზე არსებული ინფორმაცია მოეპოვებინა და ის ახლა პირდაპირ ეთერში ბოლო ცნობებს მოგვაწვდის. Ბოლო ინფორმაციით ამ დროისთვის ზუგდიდში არჩევნებში მონაწილეობა 38185-მა ამორჩეველმა მიიღო, რაც საერთო რაოდენობის 29.95% შეადგენს. საოლქო კომისიის წარმომადგენლების განცხადებით, მთელი დღის განმავლობაში რაიმე სერიოზული ინციდენტი არ დაფიქსირებულა, არ ყოფილა რაიმე სერიოზული სახის დარღვევა და არც საჩივარი შემოსულა საოლქო კომისიაში. დაფიქსირებულია 38185 ამომრჩევლის ნება, რაც იმას ნიშნავს, რომ 29.95% შეადგენს ამომრჩევლისას. ნორმალურ ვითარებაში მიმდინარეობა და ექსესების გარეშე. არსად სერიოზულ დარღვევას ადგილი არ ქონია. არჩევნებს დღეს მთელი დღის განმავლობაში აკვირდებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციის და საერთაშორისო სამკვირვებლო მისიების წარმომადგენლები, თუმცა ჯერჯერობით ოფიციალური კომენტარი მათი მხრიდან არ გაკეთებულა. რაც შეეხება საბოლოო მონაცემებს, მას საოლქო კომისია უკვე საღამოს 9 საათისთვის გაახმოვანებს.